მოვკიდე ხელი ზუსტად იმას მოვკიდეთ. არა, მე მგონი მე რომელსაც მოვკიდე ხელი თქვენც იმას მოვკიდე. არა, გეშლებათ, ჯერ მე მოვკიდე ხელი და მერე თქვენ. მე რა მნიშვნელობა აქვს, ისიც მე მგონი პირველი მე დავინახე. არა, პირველი შეიძლება თქვენ დაინახეთ, მაგრამ ნახეთ მე ვიქენი. კარგით, ნუ მაგის გამო არ ღირს, მე მგონი ჩხუბი თქვენი იყოს ეს კაბა. ძალიან კარგი, ვყიდულობ. აუ, შენ მაგარი დეგენერატი გოგო ხარ და თავხედი, იცი? შენ რო ეხა ნორმალური იყო, იცი რას მეტყოდი? არა, იცით რა არის ეს კაბა თქვენია. მე მეგეტყოდი, რომ არა, ჩემი როგორ არის? პირველი ხომ თქვენ დაინახეთ. მე შენ მეტყოდი, რომ არა, მე როგორ დავინახე? ხელი ხო თქვენ მოკიდეთ ამ კაბას და მე დამრჩებოდა, მაგრამ დეგენერატი და შეურაცხადი ხარ ჩაოლებრივი და სახეზე გაწერია ვინც ხარ და რაც ხარ. გამარჯობა გოგოებო, რიჩემ დაგეხმაროთ. აუ, იცი რა არის ჩემო კარგო, მე დახმარება არ მჭირდება და აი ამ ქალბატონს თავის შესაფერისი კაბა მოუძებნეთ თუ შეიძლება. დიახ, ქალბატონო, რიჩემ ძლია დაგეხმაროთ. არა, დახმარება მე არ მჭირდება. დასახმარებელი სწორედ ეს არის და ძალიან გთხოვთ ამას დაეხმარეთ. იცით მე გავალ და თუ რამე დაგჭირდებათ დამიძახეთ. კარგით, მადლობა. კარგით. იცი რა, გადაწყვეტილია. მე ვყიდულობ და მორჩა. აუ, მომისმინე ერთ წუთით, აი ეს კაბა რა შენ არ მოგიხდება, მაგას ვერ ხვდები ამ ხელა ქალი? ვითომ რატო? იმიტომ რომ შენ სტანი არ ქვია, შენ სტანს ქვია რაღაცა გეომეტრიული ფიგურა, რომლის ყველა გვერდი ერთმანეთის ტოლია. აი რა. ვაიმე. აი შენ გაგანსხვავებით, ეს ფერი მაინც მიხდება. ანუ შო, გადავწყვიტეთ, ყიდულობ და რამე? დიახ. ვაიმე. თქვენ ჰოროსკოპით რა ხართ? მერწყული. მერწყული? დიახ. და მაინც აპირებთ ამ კაბის ყიდვა სავსე მთვარეზე? რა თქმა უნდა. როცა მერკური თქვენი მფარველი პლანეტის ორბიტაზეა შესული. მე ძალიან ის არის, იცით პლანეტა ორბიტა შედის, გამოდის. ძალიან დაფიქრდით რა. რა. შენი ჭირი მე რა. ჩვენც ვიცით ეგეთი რაღაცეები და ძალიან გთხოვ. ნუ მატყუებ. ვაიმე, გატყვებ, არ გატყვებ, რა მნიშვნელობა აქვს? მოკლედ ეს კაბა ჩემ ტანზეა შეკერილი და იცოდე რა. ვაიმე, შენ სტანზე თუა შეკერილი, ბარებ დაგეტოვებინა, როცა შემოგაკერეს. ვაიმე, მოდი იცი, აი პირდაპირ გეტყვი, რასაც ვფიქრობ შენზე. ხო რა. აი ზუსტად ვიცი, რომ ეს კაბა 20 წუთისთვის გჭირდება შენ. მოიცა, რას ნიშნავს 20 წუთისთვის გჭირდება? აი რას ნიშნავს და 20 წუთით ვინც დაგელაპარაკება, ეგრევე გაიხდი შენ თვითონ ამ კაბას. ვაიმე, სახეზე გაწერია ვინც ხარ. ჩაოლებრივი იდიოტი. გოგოებო, იცით რა არის ახლა სხვა ფილიალში ვრეკავ და გავარკვევ ესეთი ზომა თუ აქვს კიდე. დიახ. კი ბატონო. დიახ. დაგელაპარაკე. გასაგებია, კარგი. ის არ აქვს გააგრძელეთ თქვენ. უი, რასა. იცი რა, გადაწყვეტილია ეს კაბა მე უნდა ვიყიდო. იმიტომ რომ გოგოებთან უკვე დავრეკე და ვუთხარი კაბა ვიყიდეთ ხო? და რო ვნახავ, რა ვთქვა, რა უთხრა, აი რას მეტყვიან? ვაიმე, აი ის ლექსი გამახსენდა ეხლა. ეს კაბა არ გინდა? მეორე ჩაიცვი, რაც უნდა ისა თქვა, ფეხებზე კიდია, ანუ კაბა ის, დაიკიდე რა. და კიდევ რაღაცას მატყუებთ. საიდან ხვდება რომ მატყუებ? ხა? იცით რა? მართლა გადაწყვეტილია რომ მე ვყიდულობ, იმიტომ რომ დღეს მაქვს სპაემანი. ბიჭს თავი უნდა მოვაწონო. და ამ კაბას ყიდულობთ მაინც? რა თქმა უნდა. იცი რა არის? დიახ. სიყვარულისთვის თავარი არის შინაგანი სამყარო. და იცი რას ვფიქრობ, რომ ხვარჯობია, რომ გლეხის ფორმა ჩაიცვი და გადია ესე ქუჩაში და ვისაც შეუყვარდები, აი ის არის ნამდვილი სიყვარული, დამიჯერე, შენ თავს ფიცავარ. და კიდევ რაღაცას მატყუებთ, ხო? მოკეთო. იცით რა? მოდი კონსულტანტმა გადაწყვიტოს, რომელს უფრო გვეკუთვნის. კარგი? მოდი დაუძახებ. ერთი წუთით. დიახ, გისმენთ. გოგონი. ძალიან გთხოვთ, რა ხა თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, ეს კაბა ვის ეკუთვნის? დიახ, გადავწყვეტე. აი იმ გოგონამ შეიძინა. რა? დიახ, დაგასწრო. კარგით რა. აუ შეტოლგვერდა ქალუშე, რა გამიგონე? კარგით. აი რა ხა თავიდან უნდა ვარჩიო ეს კაბა რა.